საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია მოხდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. Წარმოდგენილი იყო მოდელი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს. პაკეტის ინიციატორების მტკიცებით, ახალი უწყებას მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქცია ექნება და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. გათვალისწინებულია სპეციალური კომისიის შექმნაც, რომელიც სიპის ხელმძღვანელს შეარჩევს, მას კი თავის მხრივ პრემიერი დანიშნავს. შემოდის მეორე ეგრეთ წოდებული გასაღებიც, რომელიც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის ხელში იქნება. ეთანხმებით იმ პროექტს, რაც შემუშავებულია, მოგეხსენებათ, რომ არის ცალკე უწყება, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და გვიწევს, ასე ვთქვათ, სერვის გამოძიებას, ვინც ახორციელებს ამ სფეროში. ეს არის მხოლოდ ტექნიკური, ასე ვთქვათ, ფუნქციის შემსრულებელი. პრაქტიკულად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან მისი ხელმძღვანელის დანიშნვის პროცედურას ექნება საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია. როგორც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამ იურიდიულ პირსაც რა თქმა უნდა შექმნის სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინი. ეს იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის. ამ ორი ძალიან ღირებული უფლების დაცვას ემსახურება ეს ახალი მოდელი. ჩვენ კიდევ ერთი გასაღები შემოგვაქვს ახალი დამატებით და ის ექნება უზენაეს სასამართლოში კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს, როგორ მიმდინარეობს ამ ბიზნესთვის საგამოძიებო მოქმედებები. ეს იქნება დამატებითი კონტროლის მექანიზმი. ვიცით, რომ შემოდის საპარლამენტო კონტროლი, ძლიერდება სასამართლო კონტროლი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ კონტროლებლებს შორის როგორ იქნება ფუნქციები გადანაწილებული. ერთის მხრივ იმისთვის რომ ეფექტური იყოს ეს ყველა სახის კონტროლი და მეორეს მხრივ რომ არ დარჩეს, ასე ვთქვათ, ის არეალები ან სფეროები, სადაც შეიძლება კონტროლი ან არაეფექტური იყოს, ან სუსტი იყოს.